მსოფლიოში არსებობს, დღესაც არსებობს, ყოველთვის არსებობდა და ხვალაც იარსებებს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ერთმანეთზე მნიშვნელოვანები მეთქი ასე ვიტყვი. ჩვენ დავეჩვიეთ და მართებულადაც ვიქცევით, რომ ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი ბოლოს 3 წელია და ცოტა მეტია, არის უკრაინის საკითხი. დღე არ გავა, რომ რომელიმე ჩვენგანი არ საუბრობდეს სამზარეულოში მაინც უკრაინაზე. ზელენსკი მის თქვა, პუტინმა ესქნა, ტრამპი ასე უჭერს მხარს, ბაიდენი ისე უჭერდა მხარს, 61 მილიარდი ადრე, ახალი დახმარება იქნება თუ არა დღეს და ასე შემდეგ. ცხადია, ასეც უნდა ვიქცეოდეთ, იმიტომ რომ უკრაინაში წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი ბედიც ესეც სამართლიანი რემარკა, ესეც სამართლიანი შენიშვნა. მაგრამ ბოლო პერიოდია, ბოლო დღეებია, ბოლო პერიოდია. უკრაინის თემამ ოდნავ ქვემოთ ჩამოიწია, იცით თქვენ რა მიზეზის გამო ისრაელმა დაიწყო გაჩერება, არა, ფლად ზუსტი სიტყვა არ არის, არა გაჩერება და შეჩერება, არამედ დასრულება ირანის ბირთვული პროგრამისა. ყელში ამოუვიდა და იმიტომ და ჰქონდა ინფორმაცია, ცნობა იმის თაობაზე, რომ ირანი ახლოს კი არ არის ბირთვული ბომბის შექმნასთან, არამედ აი დღე-დღეზე შექმნის და ამის გატარების ფუფუნება კი არ ქონდა ისრაელს და დამოუკიდებლად იმისა შეთანხმდა თუ არა ეს ოპერაცია შეერთებულ შტატებთან და ჩავთვალოთ ერთ წამს რომ არ შეთანხმდა, მან დაიწყო დამოუკიდებელი მოქმედება. ან თუ შეთანხმდა, მან დაიწყო შეერთებული შტატების ვაშინგტონის მხრიდან ირიბი თანხმობით ეს ოპერაცია და განადგურება ბირთვული ობიექტებისა, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მოკლედ ირანის ამ ფორმაციის ირანის განადგურება, ირანის სახელმწიფოს არ გულისხმობ მის ხელისუფლებას, აიათოლების რეჟიმს. გრძელდება ეს ყველაფერი, მთელ ცას აკონტროლებს ისრაელი, გადაფარა ამ თემამ აკითხავთ უკრაინის თემა და ასე შემდეგ და ბევრს მიაჩნია რომ ეს იქნება ბლიცკრიგი, ანუ მალევე მოაყომარებს, მალევე მოამრგვალებს, მოათავებს ამ თემას. ეს ასეც არის განა არა, მაგრამ გაცილებით მალე მოხდება ეს ყველაფერი, თუ ამ ყველაფერში ჩაერთვება შეერთებული შტატები. შეერთებული შტატები, რომელიც მძლავრი მოთამაშეა მსოფლიოს მასშტაბით და თუ ის ჩაერთვება ამ ომის შედეგი, ისედაც ცნობილია, მაგრამ ამ ომის მალე დამდგარი შედეგი კიდევ უფრო თვალნათელი, თვალხილული იქნება. ჩაერთვება თუ არა შეერთებული შტატები, ვერ გეტყვით, ალბათ თუ მაინც უფრო კი. ყოველ შემთხვევაში ტრამპი ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, რომ მისი მოთმინების ფიალა ივსება. კი, ხანდახან ამბობს, ხანდახანზე ხშირად ამბობს, რომ აი ამ დღეებში ვნახავთ, ერთ კვირაში ვნახავთ, ორ კვირაში ვნახავთ და ასე შემდეგ, მაგრამ ორი კვირის დათმენის შესაძლებლობა, ფუფუნება აქვს თუ არა ისრაელს, მე ვერ გეტყვით, ალბათ უფრო არა. მარკო რუბიო, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, შეხვდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კოლეგას დევიდ ლემს და გარდა კლასიკური განცხადებისა, რომ ირანი უნდა გაჩერდეს და ასე შემდეგ და ბირთვული პროგრამა, ბირთვული ბომბის შექმნა დაუშვებელია და ასე შემდეგ, კი თქვა სწორედაც რომ დროზე, ვადაზე. 2 კვირა აქვს ირანს მაქსიმალური დრო და ახლა მე კვლავ ვკითხავ და ამ შემთხვევაში ჩაერთვებიან მოკავშირეებიო და შეერთებული შტატები. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ კითხვას, აქვს თუ არა ისრაელს 2 კვირა იმისთვის რომ უყუროს მათ შორის ფორდოს ბირთვულ ობიექტს, მიწისქვეშა არსებულს და ამდენიმე დღის წინ განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე თელ-ავივიდან, რომ თუ შეერთებული შტატები არ დაბომბავს ამ ძალიან სიღრმეში არსებულ ფორდოს ბირთვულ ობიექტს, ამ შემთხვევაში ისრაელს მოუწევს ცოცხალი ძალით იქ ჩასვლა, ანუ სპეციალურად გაწვრთნილი მეომრები ჩავლენ იქ და არ ვიცი სპეცოპერაციას ჩაატარებენ. ეხლა ჩემთვის ცოტა ძალიან დილეტანტური გამოჩნდები, ახლა რომ მე ვისაუბრო სპეცოპერაცია როგორი სახის იქნება, წარმოდგენაც არ მაქვს, ალბათ არც ერთ თქვენგანს ან ბევრ თქვენგანს არ აქვს წარმოდგენა, როგორი შეიძლება იყოს დაგეგმილი ისრაელში დაგეგმილი მოსადის მიერ დაგეგმილი ეს სპეცოპერაცია მოსადის მიერ დაგეგმილი. შეერთებული შტატები არა მხოლოდ შიგნით უშუალოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მართავს კონსულტაციებს. მათ შორის ევროპელებთან. ევროპელები
ცოტა არ მოგეწონება კაც გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ ისინი ცოტაზე უფრო ხშირად აკეთებენ აქცენტს ამ კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებულ მოლაპარაკებებზე. მაგრამ ნუ გაუწყლებით ახლა მაინც და მაინც ევროპელებს. ევროპელები ამბობენ ამას იმ პირობაზე დაყრდნობით, რომ ირანის აიათოლების რეჟიმი გააჩერებს სწორედაც რომ დაასრულებს სწორედაც რომ ბირთვულ პროგრამას. ანუ ბირთვულ ბომბზე არ იმუშავებს. აი რუსების სურვილი წიახსვლა, რომ მოდი მოლაპარაკებებით გადავწყვიტოთ ეს საკითხი, განსხვავებულია წინადადება კი დაახლოებით ერთი და ირია, ხო, ერთი და იგივეა, მაგრამ განსხვავებულია. რუსებს დროის გაჭიმვა უნდათ რომ დაახლოებით ამგვარი რამ თქვან, შევქნათ მოდი კომისია, დავაკვირდეთ, მოდი მივცეთ რაღაც ირანს გარკვეული დრო და ასე შემდეგ. ეს დრო, აკი გითხარით რომ არა მხოლოდ ჩემი, მე ვინა ვარ, არამედ ისრაელის და შეერთებული შტატების კვალიფიციურ პირთა, სათანადო პირთა უწყებათა აზრით ისრაელს სულაც არ აქვს. ანუ სულ რომ მიეცეს დრო, მართლა რომ მიეცეს და ყველა რომ გაგიჟდეს და თქვას რომ მოდი ხა 6 თვე შევაჩეროთ ხა ეს სპეცოპერაცია, სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და დავაკვირდეთ 6 თვის განმავლობაში 6 თვეში მართლა შეიძლება შექმნას ბირთვული ბომბი ირანის სახელმწიფო. ამასობაში გალოლოთი რო ყავთ ეს რუსებს მედვედევი იმას ხომ და ამოიღო ხმა რომელიღაც ეტაპზე ამ ლოთ მედვედევს და მე გითხავთ რა თქვა ამ ლოთმა კაცმა ყველა მათ შორის ისრაელის თავდაცვის მინისტრბაც რომელიც ხმამაღალი განცხადებებით გამოდის ხამენეის ბედზე უნდა გააცნობიეროს რომ ბირთვულ ობიექტებზე თავდაცვები უკიდურესად საშიშია და შესაძლოა გამოიწვიოს ჩერნობილის ტრაგედიის განმეორება. ხო, ეს რაღაცა ლეგიტიმური აზრია თითქოს ერთი შეხედვით ლეგიტიმური აზრია, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ღია წყაროებში რაც არის მითითებული ჯერ ერთი ამგვარი შეტევები არ განახორციელებია და არც განახორციელებს ისრაელი ბირთვულ პროგრამებს ბირთვულ ობიექტებზე ირანისა ეს ერთი მეორე ისრაელი სწორედ იმისთვის რომ ამგვარი რამა თეორიულადაც გამოირიცხოს მიმართავს მიზანმიმართულ წერტილოვან დარტყმებს იქ სადაც დასარტყმელია და არა იქ სადაც შეიძლება ეს ყველაფერი ბირთვული რეაქტორი გასკდეს. ასე რომ ეს პრინციპში შანტაჟია და არასწორი განცხადება ლოთი მედვედევის. გულახდილად გეტყვით საქართველოს მინდა ორი სიტყვის თქვა, მაგრამ აი შეერთებული შტატების ლიდერზე უფრო მნიშვნელოვანია რამის თქმა და კერძოდ იმის თქმა, რომ ტრამპი ეყრდნობა მრჩეველთა ჯგუფს, რომლებიც ტრამპის ეხლა უკვე ეყრდნობა მრჩეველთა იმ ჯგუფს, რომლებიც ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის მომხრენი არიან. ოღონდ ტრამპი ამბობს შემდეგ რაღაცას, რომ მე გამარკვიეთ, რამდენ ხანში შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. ყველაფერი ხო არ იცის, იმიტომ ყავს რჩევლები, გუნდის წევრები და ასე შემდეგ. რამდენ ხანში შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი და რამდენად, ანუ მალე დასრულდება თუ არა და რამდენად ეფექტური იქნება დასრულება. ანუ აღარასოდეს აღარ მიუბრუნდება კი ირანი თუ დავიწყებ თუ მე ჩავერთვები ამ ბირთვულ პროგრამას. ბირთვული ურანის გამდიდრებას, ბირთვული ბომბის შექმნას. რჩევლები, რომლებსაც ის ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ელაპარაკება, ამბობენ რომ დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის შემთხვევაში მალე მორჩება ეს ყველაფერი, მალე დასრულდება და სად წავა ირანის სულიერი ლიდერი ღმერთმა უწყის, ამბობენ იმას, რომ წავა მოსკოვშიო, რუსეთშიო თუ მის დამხობაზე მივიდა საქმე, მაგრამ მე პირადად თუ ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებთ, მე პირადად თამაში ეჭვი მეპარება. ახლა ერთი ამბავიც არის აქ, ერთი დეტალიც არის. არავის არ უნდა გასაგებია ბირთვული პროგრამა, მაგრამ არავის არ უნდა ირანის როგორც ქვეყნის არევა. საქართველოსთან ანალოგიც გაკეთებაც შეიძლება, საქართველოსაც შეიძლება ამ კონტექსტში საუბარი. თუ გახსოვთ ამ ბოლო კონფლიქტის დასაწყისშივე, მათ შორის ბენიამინ ნეთანიახუ და არა მხოლოდ ის, აკეთებდნენ განცხადებას, რომ აჯანყდით, ახლა უკვე გამოდით, დაამხეთ აიათოლების რეჟიმი, თქვენც მიიღეთ მონაწილეობა ამ ცვლილებების პროცესში და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერჯერობით ირანის საზოგადოება გაგიკვირდება და შიგნიდან მზად არ არის იმისთვის, რომ რევოლუციური ცვლილებები განახორციელოს ხელისუფლებაში, დააბრუნოს პრინცი, ან შექმნას ახალი, ან წარმოშვას ახალი ლიდერი, რომელიც აიღებს ძალაუფლებას ხელში. საქართველოსთან იმართებაშიც პრინციპში ატო ვამბობ, რომ საქართველოსთან იმართებაში იგივე ანალოგი არსებობს მეთქი. იმიტომ რომ ჩვენც
რაღაც ალტერნატიული ლიდერი ამ ბანდიტების არ აყავს და არევა კი არავის არ აწყობს. არავა კი არ უნდა გვაწყობდეს. არევა ანუ ქაოსში გადადის და დასავლეთს არ აწყობს ირანის ქაოტურობა, ქაოსში სამოქალაქო ომი დაპირისპირება და ასე შემდეგ. პუტინმა გუშინ უცხოურ გუშინ თუ არ ვცდები, კი არა, არ ვცდები. მოკლედ ამ 2 დღის წინ მაქსიმუმ ის შეხვდა უცხოელ ჟურნალისტებს რაღაც იქ. ვიეტნამის ჟურნალისტის იყო ASIS ჟურნალისტს მიხავდა გვარი არ მახსოვს იმ კაცის სასაკიანი კაცია. ეს პრესკონფერენცია იყო Reuters-ის ჟურნალისტის და ასე შემდეგ და ერთი საინტერესო რამ თქვა. მან თქვა ქართულად ვიტყვი და მე თუ გნებავთ უსულადაც ვიტყვი, უბრალოდ რუსულად მიუმართა გავის უსულელოვან მოქალაქეებს. მან თქვა ამგვარი რამ, რომ მესმისო ყველაფერიო, მაგრამ ირანელი ხალხიო ახლა გაერთიანდა, აი რაღაც საგარეო მტერი დაინახეს, გაერთიანდა მისი ხელისუფლების წინააღმდეგო. საერთოდ ეს ასიაო, როდესაც საგარეო საფრთხეები არისო, ხალხი, საზოგადოებაო გვერდში დაუდგება ხოლმე, თუნდაც იმ ხელისუფალს, რომელიც არ მოსწონს. ხო, ცოტა საკამათოა, ერთის მხრივ სწორია, მაგრამ მეორის მხრივ საკამათოა. ირანიდან არის უკვე ძალიან ბევრი მოქალაქე გადის, ანუ ის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ და ეწინააღმდეგებიან ამ რეჟიმს იმ დონეზე, რა დონეზე შეეძლოთ ირანში წინააღმდეგობის გაწევა, იმიტომ რომ იქ იცით, რომ ჩაკეტილი სახელმწიფოა, მძიმე სახელმწიფოა, რეპრესიული რეჟიმია და ასე შემდეგ. მაგრამ მეორის მხრივ თუ დავეყრდნობით პუტინს და დავუჯერებთ ერთ წუთს ამ შლეგ ლიდერს, მაშინ რუსულად ვიტყვი ან ქართულად ვიტყვი, არ გვინდა რუსული, მაშინ რა არის გასაკვირი ან რატომ არის ეს მოულოდნელი, რომ უკრაინაშიც შემოვიტანე ახლა უკრაინის თემა, უკრაინაში სწორედ კონსოლიდაცია მოხდა ზელენსკის ხელისუფლების გარშემო და ზელენსკის ხელისუფლების გარშემო, იმიტომ რომ საგარეო агрессия იყო русეთის მხრიდან. Так почему же удивляетесь, если народ сплотился вокруг президента Зеленского, если аналог иранского общества правдивый аналог, тогда ეხლა მე პუტინსკი არ მიმართავ, ხო? მე უბრალოდ რაღაც ესეთი პერფორმანსი რუსულად იმიტომ თქვი, რომ იქნება და русულენოვან მოქალაქეებს გავაგებინოთ, что ничего удивительного в том, что украинский народ сплотился вокруг легитимного президента прекрасной Украины, вокруг президента Зеленского. И это так и будет продолжаться до тех пор, во всяком случае, пока Россия ведет агрессивную политику против независимой Украины, и пока Россия является страной оккупантов не только против Украины, не только Украины, но и Грузии в том числе и так далее. И Грузия сплотилась вокруг своего правительства, легитимного или нелегитимного, даже если бы это правительство было бы антироссийским. А вот сегодняшнее правительство Грузии, оно не то, что антироссийское, оно пророссийское правительство, и поэтому и мы боремся против этой власти и режима Иванишвили. რუსული გაჩვენეთ როგორ გათვის. ხო, ეხლა კიდევ ერთი ამბავი არის ხო, ჰაგის ნატოს სამიტი. სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო ეს სამიტი, მაგრამ არ გაგრძელდება სამი დღე და ალბათ რამდენიმე საათში მოამრგვალებენ, ეშინიათ, აფრთხილობენ, რომ ტრამპმა ფიცხმა კაცმა შეიძლება დაკრას ფეხი და სამი დღეს უას ვერ გაძლოს და რაღაც მე-4 საათის მე-7 წუთს წავიდეს. მაგრამ ამ 2-3 საათში რაც რა დროის განმავლობაში შეიკრიბებია ლიდერები, ერთი საინტერესო საკითხი განიხილება, ეს არის თავდაცვის ხარჯების ზრდა ნატოს წევრი სახელმწიფოებისა. თუ გახსოვთ თავის პირველი კადენციის დროს ტრამპი მერკელიადის ეპოქაში ითხოვდა რომ 2%-მდე გაზარდეთო, იქეთ ძალიან გადაუძაბა სტოლტენბერგსაც კი ცნობილი კადრებია ეს და ამბობს რომ აი რაღაც მე თუ ამდენს ხარჯავ თავდაცვაში ნატოში მათ შორის ალბათ შეერთებული შტატები აფინანსებს და დააფინანსებს. ხო, აი რა ევროპელები რატო არ არიან? ხა იქ რაღაც სტოლტენბერგი თავს კი არიცავდა მაინც და მაინც, მაგრამ რაღაცნაირად ხსნიდა, იმიტომ თავდაცვა იყო რაღაც მძლავრი ქვეყნის მძლავრი პრეზიდენტისა. ტრამპი ახლა ცოტა უფრო სხვაგვარია. უკვე მეორე კადენციის დროს და 2%-ზე სულაც აღარ ლაპარაკობს. ამ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ის ლაპარაკობს 5%-ზე. და მე გეტყვით რომ არ ვიცი რამდენად ადეკვატური იქნება პორტუგალია, თუმცა შეიძლება რატომაც არა. არ ვიცი რამდენად ადეკვატური იქნება უნგრეთი. მე მგონი რომ უნგრეთი ადეკვატური არ იქნება. სადა აქვს ორბანს ამდენი ფული რომ 5% თავდაცვაში გადაისროლოს.
ხო? და ამ შემთხვევაში ამის გათვალისწინებით კი დაიმსახურებს ტრამპის გულისწყრობას. მაგრამ სწორედაც რომ გერმანია ან სხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოები, ისე როგორც კანადა, ასე მაგალითად, ხო ადეკვატური იქნება. და მეტ და ფეთფულს გამოჰყოფენ იმისთვის, რომ საკუთარი შეერაღებული ძალები გააძლიერონ, საკუთარი საზღვრები დაიცვან და ეს საზღვრები დასაცავია ბალტიისპირელების ადეკვატურები იქნებიან. ეს საზღვრები დასაცავია იმის გათვალისწინებით, რომ ბალტიისპირელები ყველა არ მიხსენებია პაპუაშვილს რომ ამოჩემებული ყავს ის ბალტიელები. იმიტომ რომ რუსები მეგონი გუშინდელ თუ გუშინწილელ ბლოკშიც თქვი ამაზე ორი სიტყვა, რუსები აპირებენ კალინინგრადის ოლქისკენ გაჭრას ბელორუსისა და ლიტვის პატარა მონაკვეთები უნდა შეკვეთონ, გადაკვეთონ და პირდაპირ ხაზი გაჭრან კალინინგრადში და დაამყარონ ესეთ პირდაპირ სატრანსპორტო ტელეფონი გაჭრან და დაამყარონ პირდაპირ კავშირი საკუთარივე კალინინგრადთან, რომელიც კალინინგრადის სულაც არ იყო და იყო კენიგსბერგი თავის დროზე. ხო, კიდევ ისეთი თქმა არის კარგი, ისეთი თქმა იქნებოდა კარგი. ჩავხედავ თქვენის ნებართვით ხა ერთ თვალის მიმოვლებით თქვენის ნებართვით და პრინციპში დავასრულოთ. ხო, ეს ამბავი საინტერესო ამბავი არ ვიცი, დაუთმო თუ არა. მარკ ტისენი არსებობს ესეთი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი. ის კონსერვატორია. ტრამპს მეტად კონსერვატორია, მეთქი ასე ვიტყვი. და რომელიც ამბობს ამგვარ რამეს, რომ ტრამპი იზოლაციონისტი არ არისო სულაცო, ანუ მარტო ამერიკის სიძლიერეზე არ ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს იმაზეც, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს გარეთაც ძალიან ძლიერიო. და ამის ნათელი დადასტურებაო ტრამპის პირველი კადენციის დროს ყასემ სოლეიმანის განადგურებაო. 2020 წლის 3 იანვარს მოხდა ეს ყველაფერი, ანუ ტრამპის პირველი კადენციის პრაქტიკულად ბოლო წლის დასაწყისში. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა იცით თქვენ ეს მართვადი ჰაერი მიწა კლასის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოარტყა მანქანა, სადაც სოლეიმანი თავის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და იქვე დაიღუპა. გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სპეციალურ საგარეო სამხედრო დაზვერვის ელიტარულ წყებას ქუთსის ძალებს 98 წლიდან შემწვანელობდა, იცით თქვენ ეს. მოკლედ, რატო ყვებია ეს რატო არის ეს აღსანიშნავი, არც იყო შესაძლოა, მაგრამ მაინც ტრამპი მათ შორის აი ამ მასკთან კონფლიქტის შემდეგ თუ კვალდაკვალ მასკთან კონფლიქტის კვალდაკვალ და მას შემდეგ რაც რუბიოს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ლინდსი გრემმა გარკვეული ზეგავლენი მოახდინა პრეზიდენტ ტრამპზე, ტრამპი ნელ-ნელა ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან არ მოგეწონება კაც, მოდის აზრზე, მეთქი რა უფლება მაქვს ამის თქმისა, მაგრამ მაინც. ანუ ის ხდება ამერიკის შეერთებული შტატების ნამდვილი ამერიკის შეერთებული, როგორიცაც ვიცნობთ, ისეთი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სიძლიერის აუცილებლობაზე საუბრობს, ისის საკამათო დებულებებით, არამედ ლაპარაკობს ამერიკის შეერთებულ შტატებზე ბჭყალებში, როგორც მსოფლიო ჟანდარმზე, ხას უსვამს ბჭყალებში, ანუ დემოკრატიის უსაფრთხოების გამავრცელებელზე და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოზე, რომელსაც აქვს და უნდა ჰქონდეს კიდევ საკუთარი სახელმწიფო ან სტრატეგიული ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასე მაგალითად ევროპაში, გუშინ დავასახელე კავკასიაში, აზიაში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მისი ინტერესები არავითარ შემთხვევაში არ მოდის და არ შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში იმ ხალხების ინტერესებთან, გრძელვადიან ან საშუალოვადიან და გრძელვადიან ინტერესებთან, რომელთან დაკავშირებითაც, რომელი ხალხების ქვეყნებთან დაკავშირებითაც შეერთებულ შტატებს აქვს ინტერესი. ასე მაგალითად, ჩვენთან თუ აქვს ინტერესი და შეერთებულ შტატებს ბუნებრივია აქვს, მათ შორის ეს ინტერესი არ მოდის ჩვენს წინააღმდეგობაში, ჩვენს ისტორიასთან და კულტურასთან და ასე შემდეგ. და მომავალთან აწყოსთან, იმიტომ რომ აქ ინვესტიციას განახორციელებს შეერთებული შტატები მათ შორის მეცნიერებაში, რომ ჩვენ წარმატებული ქვეყანა ვიყოთ მათ შორის მეცნიერების მიმართულებით, აღარ ლაპარაკობ ხა უსაფრთხოებაზე, ან რაღაც ვთქვათ უსაფრთხოებასთან კავშირში რო არ არის, ნაწილობრივ კავშირშია, მაგრამ მაინც ასე მაგალითად ჯანდაცვაზე ან განათლებაზე და ასე შემდეგ.
და ჩვენი სტრატეგიული ინტერესია რომ ჩვენ ვიყოთ განვითარებული ქვეყანა და არა ჩარჩენილი, არ ჩამორჩენილი ქვეყანა. შეერთებული შტატების ინტერესია რომ აი ეს განვითარებული ქვეყანა იყოს დემოკრატიის სამსახურში და მისი ინტერესები გლობალური მოთამაშისა იყოს უზრუნველყოფილი აქ. აი თურქეთი რომელიც ეს გაცილებით კონსერვატორული ან არანაკლებ კონსერვატორულია ვიდრე ჩვენა ვართ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი თურქეთში არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები არც არავის არ უშლის ეს სამხედრო ბაზები და მე ახლა აი ესეც დავამთავრებ, იმიტომ რომ სათაურზე ვფიქრობდი პარალელურად როგორი უნდა იყოს შეძახილი D, ესე გავაკეთოთ, ან თუ გნებავთ ამის გარეშე, ნეტავ, ან თუ გნებავთ ასე ვთქვათ, დაფუძნდება, შეიქმნება თუ არა, ან დაფუძნდება თუ არა, იქნება თუ არა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა და მე გეტყვით ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომ სამხედრო ბაზაზე არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, არამედ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო კადენციის დროსაც კი იყო საუბარი შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში სამხედრო ბაზის ნაწილის, მაინც ესე ვიტყვი, ვაზიანის ბაზაზე, გაკეთების თაობაზე. ანუ დღესაც არიან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები საქართველოსგან არა, მაგრამ უფრო სერიოზული კონტინგენტი რო ყოფილიყო, უფრო სერიოზული შეიარაღება რო ყოფილიყო, უფრო სერიოზული აღჭურვა რო ყოფილიყო, უფრო სერიოზული ინფრასტრუქტურა რო ყოფილიყო, მოდერნიზებული, რასაკვირველია და ადეკვატური. აქვე გაგახსენებთ, რომ რუმინეთში და ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ბაზა რო კეთდება, იმაზე ბევრად დიდი ტერიტორია, ვაზიანის სამხედრო ბაზა პოლიგონი, რომელსაც ქართულმა რუსულმა ოცნებამ დანგრევა განუზრახა, რომლის დანგრევას განიზრახა იქ სამოქალაქო აეროპორტის თუ სტადიონის თუ რაღაცეების აშენებით, რაღაც გიჟური იდეები რო აქვს, თუ ღარიბაშვილს ჰქონდა, თუ ირაკლი კობახიძეს აქვს, თუ ივანიშვილს საერთოდ. გიჟური და რუსული. და ამათმა უთხრეს უარი, მოლაპარაკების საწყისივე ეტაპზე თქვეს რომ ის რა ჩვენ პრინციპში იმ გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც არის კულტურული ბრჭყალებში უარი იყო, იმ გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც არის მსოფლიოში, ჩვენ მაინც თავს შევიკავებდით ამერიკის შეერთებული შტატების მეტი სამხედრო კონტინგენტის და ინჯერლიკის ბაზის მინი მოდელის გაკეთებისაგან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ბაზის საფუძველზე. ეს არის ღარიბაშვილის პერიოდი, რასაკვირველია თავად ირაკლი ღარიბაშვილს განაწყვეტება არ მიუღია ამის თაობაზე, ეს რასაკვირველია ნაჩალსტვასთან, ანუ ივანიშვილთან და ხოლო ივანიშვილს თავის მხრივ თავისივე ნაჩალსტვასთან, ანუ რუსებთან ჰქონდა შეთანხმებული. ეს არის ჩემი ესეთი დიდი ხანია ამ ინფორმაციას ვფლობ, არც ვიცოდი როგორ და გამეხმიანებინა, გამეშღილებინა და მომეწოდებინა თქვენთვის, მაგრამ აი ახლა სიტყვა მოიტანა და გიხსედეთ. ირანი აიათოლების რეჟიმი განადგურდება. ეს ფაქტია, რუსეთის სამხრეთით დასუსტდება, ეს ფაქტია, ჩვენი მხარე ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენს უნდა აღმოგვაჩნდეს მარიფათი. და მარიფათი, ანუ ამერიკელები ჩვენი ვერ დაგვეხმარებიან, თუ ვერც ირანელებს ვერ დაეხმარებიან, თუ ჩვენი წილი აგური არ დავდეთ ამ პროცესში და დავდებთ თუ არა, მე რომ მკითხოს კაცმა, მე მგონი რომ დავდებთ. ნახვამდის.